დღევანდელი ვიდეოს თემად ესეთი უცნაური სათაური ავარჩიე და დღევანდელ ვიდეოს ქვია ვის უყვარხართ. ვის უყვარხართ. ამ თემაზე მინდა რომ ცოტა დაგაფიქროთ. ამ თემაზე ფიქრი განსაკუთრებით ინტენსიურად დავიწყე ერთ ჩემ მეგობართან შეხვედრის შემდეგ. ამ ადამიანს მოკლედ ძალიან მასშტაბური ცვლილებები აქვს ცხოვრებაში, როგორც ეს ხშირად ხდება ამ ჩვენი შუახნის პერიოდში და რაღაცნაირად ძალიან თვითკრიტიკული იყო ეს ჩემი მეგობარი, მოკლედ ჩვენი საუბრისას და მოკლედ ყველაფერი დაუწუნა თავის თავს, არც ეს გამომდის, არც ის გამომდის, არც იქ დამელაგდა, არც აქ დამელაგდა და მოკლედ ერთი რაც ვკითხე, მოკლედ ვკითხე, რომ ვის უყვარხარ მეთქე, ვინ გაძლიერებს. ერთ-ერთი ვიდეო ჩვენ მქონდა იმ თემაზე, რომ ბატარეას ზოგი ადამიანი გიცლის და ზოგი ადამიანი გივსებს, ზოგი სიტუაცია გღლის და ზოგი სიტუაცია გაძლიერებს, ხო და? აი ამაზე ვსაუბრობდით დაახლოებით და დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე, ესე იგი რომ გაეხსენებინა ეს ხალხი, ვისაც იგი უყვარს და მოკლედ რაღაცა ცოტა პოზიტიურად ვცადე რომ შეეხედა ამ ადამიანს თავის ცხოვრებისთვის და რამდენიმე ადამიანი ჩამოთვალა, თვითონაც გაეღიმა სიამოვნება მიიღო, ცხადია რომ ძალიან საყვარელი ადამიანების გახსენება და მათზე ფიქრი ყველა ჩვენგანისთვის ძალიან დიდი შვებაა, ხო? მაგრამ ერთი თავისებურება აღმოჩნდა, რომ ამ სიაში მოკლედ თავისთავი არ დაასახელა. არ უთქვამს, რომ აი ვის უყვარვარ და მე მიყვარს ჩემი თავი და ეხლა შეიძლებოდა შემთხვევითი ყოფილიყო, იმიტომ რომ ვის უყვარხარ ვფიქრობ, უფრო სხვა ხალხზე ფიქრობ, ხო? მაგრამ რა ვიცი, ამ საკითხსაც მივადექი და ვკითხე, რომ მაგ სიაში, ესე იგი პირველ ნომრად შენ წერი ხარ თუ არ წერი ხარ და მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და აღმოჩნდა, რომ ადამიანი ისე ცხოვრობს, ესე იგი, რომ შეგრძნება, რომ თავის თავი უყვარს და შეგრძნება, რომ თავის თავს უფრთხილდება და შეგრძნება, რომ თავის თავს რაღაცა პოზიტიური ენერგია მოაქვს თავის თავისთვის, ეს შეგრძნება არ აქვს და ძალიან საინტერესო თემაა ჩემი აზრით და თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვარეფორმიროთ ჩვენი ცხოვრება, რაც არ უნდა შევცვალოთ და რაც არ უნდა დავალაგოთ, მოკლედ ეს დასაყრდენი თუ არ გაგვიჩნდა, მოკლედ ის განსაკუთრებული მოსიყვარულე ადამიანი, მთავარი ჩვენი სიის პირველი ნომერი თუ არ იქნა ჩვენი თავი, დანარჩენი ნომრები ვერ გვიშველეს. თავმოყარეობა, ყველა ვიცით ეს სიტყვა და რა თქმა უნდა, თავმოყარეობა ოღონდ რაღაცა სხვა რამეს ნიშნავს და არა შენი თავის სიყვარულს, ხო? ის რომ შენ თავს პატივი უნდა სცე, ესეც გვესმის და მოკლედ ძალიან ბევრი რამე გვესმის, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, რომ ეს ადამიანი, რომელიც ვართ ჩვენ ჩაგვბარდა, ასე ვთქვა და მისი ერთადერთი იმედი ჩვენა ვართ და თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ მთელი სულით და გულით შევიყვაროთ ჩვენი თავი, ძალიან ძნელი იქნება სხვებისთვის, რომ შეგვიყვარონ და ძალიან ძნელი იქნება სხვებისთვის, რომ თავის სიაში მაღალ პოზიციებზე ჩაგწერონ და კიდევ უფრო ძნელი იქნება, რომ ეს ჩვენი სულიერი და ენერგეტიკული ბატარეა იყოს დატენილი. ამაზე მინდა რომ დაგაფიქროთ და მინდა რომ გთხოვოთ, რომ გამიზიაროთ ესე იგი, გიყვართ თქვენი თავი, ხედავთ გრძნობთ ამ მხარდაჭერას, აქებთ ამ თქვენ თავს, როცა კარგ რამეს გააკეთებს თუ კრიტიკაში ხო არ ახართ გადასული, მოკლედ და რაღაცნაირი კრიტიკოსი ხო არ აყავს მუდმივი თქვენ პიროვნებას, თქვენივე პიროვნების სახით, ხო? შეიძლება სხვანაირი გამოცდილება გაქვთ, შეიძლება ასეთია თქვენი გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ კარგი საფიქრალი თემაა ამ ჩვენი საუბრისთვის. ეს იყო დღეს რაც მინდოდა მეთქვა, თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რომელსაც ქვია Flowmaster Online და იქ არის განთავსებული ფაქტურად ყოველკვირეულად ვავსებთ ახალ-ახალი ვიდეოებით, რამდენიმე სერიის მიმართულებით. კონკრეტულად ამ ცხოვრების მეორე სერიის შემდეგი ვიდეო
იქნება ინტელექტის მეგობრები. ესე ქვია ინტელექტის მეგობრები და გონი რომ ძალიან საინტერესო და საფიქრალი დასაფიქრებელი თემა იქნება. მადლობთ და დროებით.